არა, ნუ ეს იმის ინდიკატორი არის, რომ აბსოლუტურად თავისი პირით აღიარებენ, რომ ინსტიტუციები, როგორც ასეთი დამოუკიდებელი ამ ქვეყანაში არ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლო არის ქართული ოცნების ოფისი, ისევე როგორც არის სუსი ქართული ოცნების ოფისი და სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროც ქართული ოცნების სამსახურში, ანუ არ არსებობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ამ ქვეყანაში. ინსტიტუციური წესრიგი. არაფერი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ვერტიკალი, რომელსაც ერთი ადამიანი უდგას სათავეში, რომელიც ძალიან ბრიყულ საერთაშორისო პარტნიორებს ირჩევს, მინდა გითხრათ პირდაპირ მნიშვნელობით და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანასაც გრძელვადიან პერსპექტივაში და თავის თავს პირველ რიგში, იმიტომ რომ ეხა შიიტი მოლების მხარეს რო დგახარ ამ მოცემულობაში, ნუ ბრიყვი ხარ, ახლა შახაბაზის თამომავალს რო გვერდში უდგახარ. ასე ხედავთ დღეს ოცნების აღა მათმათხანის ხარდაჭერი პარტიად გადაიქცა. თავიდან ბოლომდე ეს ადამიანები ახლა ეს ხო არ არის რაღაცა სეკულარული ხო და აი რა არის აგრესიული, შიიტური, იმპერიალისტური. ხო, რა უნდა ეკნათ, მოდი ვილაპარაკოთ, ვთქვათ. მინიმუმ უნდა გაჩუმებულიყვნენ და რაღაცა ირანის ფერის დროშები და რაღაცა ესეთ ამ პოზიციაში არ უნდა ყოფილიყო და არ უნდა ამუშავებდნენ ტროლების ქარხანას დასავლეთის ისრაელის სახელმწიფოს და სხვადასხვა წინააღმდეგ. ხა თქვენ ფიქრობთ, რომ აი ვიღაცა ფასიანი ტროლი რო წერს განცხადებას ირანის ხარდაჭერს, ეს ამაში ის ფულს იღებს. სელში არის ასეთი ირანის ხარდამჭერი განცხადებები. რამდენიც გინდათ? ყველა მათი მხარდამჭერი, ანუ ფულიანი ტროლი, ვინც არის ღიად გამოხატული. კარგი კონტროლებიათ ეს პროცესი. რა თქმა უნდა და ანუ იმიტომ რომ ამ თავდასხმის შემდეგ ძირითადად რაც იყო, ეს იყო სამძიმარი განცხადება მთავრობის, სადაც იყო სამძიმარიც, იყო ისრაელის სამძიმარი და იყო დიდი მხარდაჭერა სპარსეთის ყურის ქვეყნებისადმი, იმიტომ რომ ხან ამბობთ რომ არაბიზაცია მიდის და რაღაც არაბებს ეხუტებიან, ხან ირანს, ამ დროს ირანი ბომბავს არაბებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, აი ჩვენ რასაც ვითხოვთ კონკრეტულად გასაჯორებას კონტრაქტის. ჩვენ გვაინტერესებს ეს მიწა რაში გაყიდეს, რაში გაცვალეს, ფასი რას გადავიხადეთ, მაგრამ ახმებში, აღარაფერ შუაში არ არის დუბაი და ემირატები, არავის არ აინტერესებს ეს. ამ ხალხის აღქმაში, ისრაელის სახელმწიფოს და ამერიკის სახელმწიფოს აღქმაში, ეს ხალხი არიან შიიტი მოლების მხარეს და როდესაც შენ პოლიტიკით შიიტი მოლების მხარეს ხარ, შენ აცდენილი ხარ, საქართველოს ისტორიას ხარ აცდენილი. აი შახაბაძის შთამომავლების მხარეს რო ხარ, შენი ანუ იდეოლოგიური მტრების მხარეს რო ხარ. ლევან, ამ პროცესის პარალელურად ისინი ცდილობენ შეხვედრები ჰქონდათ შტატებში რაღაც ტიპის კომუნიკაციის აღდგენას და აი ამ დაპაუზებული პარტნიორობის რაღაც იმ წერტილიდან თუ არა შეიძლება უფრო მძიმედან გაგრძელებას. ეს შესაძლებლად ხედავთ ამ პროცესში? ნახეთ, ანუ საგარეო პოლიტიკაში პირდაპირ მნიშვნელობით მათ გააკეთეს არასწორი არჩევანი, მარტივად ვთქვათ რა. მათ გააკეთეს არჩევანი ბოროტების ღერძის ირგვლივ, რომელიც აერთიანებდა თქვათ ირანს, შიიტ მოლების პარტნიორები არიან. შიიტი მოლები ძალიან ხშირად გასამეორებელი არის. ამას აქვს მნიშვნელობა სიტყვებს. მათ აირჩიეს პოზიცია თქვათ თავის ჩრდილოეთთან, რომელთანაც ვაჭრობენ და საქმიანი ურთიერთობები და დაინახეს ეს ფანჯარა. დაინახეს ფულის შოვნის ფანჯარა დაინახეს. ანუ სანქციების გვერდით ავლის რაღაცა ნავთობი შემოაქვთ, ვითომ გადამუშავებას აკეთებენ არა და კაცმა არ იცის კიდე ცალკე სქემა არის. ფულის შოვნის ეს მექანიზმი დაინახეს. ამ ხალხთან დაინახეს ეს ურთიერთობები და დღეს მათი პარტნიორები ყველა ფაქტობრივად მიწასთან არის. ახლა ირანის ინფრასტრუქტურა, ირანის ანუ ეს რეჟიმი არ ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული და შესაბამისად ამ ხალხის პროცესი გრძელდება და ეს როდის დამთავრდება არავინ არ იცანს. დაბომბვის მაჩორის ინფრასტრუქტურა აღარ დარჩება, არაფერი აღარ დარჩება ამ ქვეყანას. საერთოდ არაფერი არ დარჩება. საერთოდ არაფერი არ დარჩება, ანუ ყველაფერს დაუბომბავენ, ყველაფერს გაუნადგურებენ და იმ ადამიანებს, ვინც მათ ხარს უჭერდა, ეს ჩვენ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ამას გამოვასწორებთ, ადრე თუ გვიან ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება და ამის მოტრიალება აჩვენა მოცემულობამ, რომ ადვილი არის, ანუ
ხო ხვდებით ახლა უცებ მოტრიალდა სომხეთი უცებ მოტრიალდა აზერბაიჯანი ანუ არ არის ეს ანუ ის ვექტორის მოტრიალება ძალიან დიდი მოტრიალდა ამბობთ ამ დროს აზერბაიჯანის პრემიერი ამბობს რომ ჩვენ არსაით არ მივდივართ ერთ ადგილას ვართ ჩვენ ვინ თქვა რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართ ანუ რაღაცნაირ მოცემულობებს ანგარიშს უწევენ ისინიც და რაღაც ტიპის განცხადებებს აკეთებენ მოცემულობა არის ის როდესაც ჩვენ არ უნდა დაკარგო სწორი პოზიცია ჩვენი ხიბლი რა იყო ამ რეგიონში რატო ვიყავით ჩვენ მიმზიდველი შუა აზიისთვისაც ყაზახებისთვის თურქმენებისთვის ტაჯიკებისთვის სხვა ქვეყნების უზბეკებისთვის აზერბაიჯანელებისთვის იმიტომ რომ ჩვენ ფანჯარა ვიყავით ევროპაში ფანჯარა ვიყავით და ამაში ეს ქვეყანა ეკონომიკურ დივიდენდს იღებდა ყველას რაღაცა ჭირდებოდა ვიღაცა გეუნებოდა იმას დაელაპარაკე იმას ეს ფუნქცია დაკარგა ამ ქვეყანამ აღარავის აღარ ჭირდები ერთადერთი ფუნქცია ეხა უბრალოდ ამ ომიდან გამომდინარე სატრანზიტო ფუნქცია ჩვენ ხო ამ ომმა შეგვძინა აი მარტივად ტრანზიტო ფუნქცია გვაქვს ომამდეც და არა დიდი წინასაუკუნიდან თქვენ გახსოვთ ეს ისტორიები ხო პორტების ისტორიები ჩვენი სახელმწიფო ეხვეწებოდა სხვა ქვეყნებს ტვირთის გატარებას აივე დავდიოდნენ და ესეთი ამბები იყო მაგრამ ამის შემდგომ რაც ჩაიკეტა ეს ტრანზიტები რაც ჩაიკეტა საქართველოს გახდა გასამაგდა გაოთხმაგდა ეს ფუნქცია შეძინა ამას აი ამ მოცემულობამ და დღეს ანუ დიდ სურათში მე ვამბობ საგარეო სურათში ანალოგიურიც მოხდება ქვეყნის შიგნითაც ეს აბსოლუტური ფიასკო არის იმიტომ რომ ხა შენ როცა ხარ შიიტი მოლების მხარეს ეს არ დარჩება ესე უბრალოდ ჰაერში გამოკიდებული მეორე ეს რაც შეეხება გარეთ ქვეყნის შიგნითაც რას თავაზობს აი რა შეთავაზა ქართულმა ოცნებამ თავის ამომრჩეველს და რეალურად რა ის გააუკეთა რა დონეზე გადაიყვანა ანუ რა დაპირდა რეალურად? დაპირდა რაღაცა ეს პროცესი, რაღაც ნაციონალურ მოძრაობის განადგურება და რასაც ჩვენ უყურებთ, თავისიანებზე არის დარეული, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით, აი თავისიანებს შიდა წმენდა მიდის აქტიურად. ღარიბაშვილი დაიჭერეს სამართლოდ? არ ვიცით. შენ თუ არ ენდობი სასამართლოს ვიღაცის მიმართ რატო ენდობი მაშინ ესე ცხოვრმაგის სტანდარტია არა გიკითხები მე ანუ მე არ ვამბობ მე ხო არ ვამ მე არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვიცავ მაგრამ იმ ადამიანებს ვისაც დაპირდნენ სხვა რაღაცა თვითონ ის ადამიანები გახდნენ ამის მსხვერპლი სოციალური თვალსაზრისით აი პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან დიდი თამასა აწიეს ხო ფასებთან მიმართებაში სოციალურ მასთან მიმართებაში ხელფასებთან მიმართებაში კომისიაზე იქნება არსად შედეგი არ დაიდება პირდიქით ახალი ინფორმაცია არის ხო რაღაცა რომ კიდევ ფასები უფრო მეტად არის გაზრდილი ვიდრე თქვათ ამ პროცესში ამიტომ ქართული ოცნება თავის თავს ამოჭამს პირდაპირ მნიშვნელობით ამოჭამს მე ვფიქრობ რომ თქვენ სიმოცემულობას ხედავთ როგორც ჩვენი სტუმრების წინა შემადგენლობა რომ სადღაც ამ პროტესტის წნეხით და სანქციებით ოცნება ჩამოიშლება შიდა წნეხი მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მე არ ვფიქრობ რომ ამ წნეხი არსებობს და არ მგონია რომ რაღაცა პროცესი არის შიდა ისეთი დუღილი რომელმაც ხელისუფლებას რაღაცა შეიძლება უცებ გადაწყვეტილება შეაცვლებინოს. მე ამას ვერ ხედავ. ეხანდელი ამოცანა არის უბრალოდ რიტორიკაში ბევრი შეცდომები დააშვებია როგორც ქვეყნის შიგნით ქართულ ოცნებას, ამაში მიეხმარო ამ შეცდომების დაშვებაში. ამაზე აპელირებდე, კონდეს ტრიბუნა, სულ იყო პროცესში ჩართული საინფორმაციო ომს გულისხმობ. და ბოლოს ალბათ კულმინაცია იქნება არჩევნები, იმიტომ რომ მე როდის ხედავ ამ არჩევნებს? ხედავ ვიდრე კალენდარულად მოუწევს 28-მდე. ანუ დღეს ამ ეტაპზე ქვეყნის შიგნით არ არსებობს იმის რესურსი, რომ ქართული ოცნება შიდა რესურსით შენ აიძულო ვადამდელი არჩევნებზე წამოიყვანო. ამის რესურსი იყო ერთადერთი ამ მავნებლებს უბრალოდ ეს არ მიიღოთ ამ ქართული ოცნების პროექტში მონაწილეობა და ამ ბოიკოტით და ამ თავისი 4 ოქტომბრის დამხობით არ დაემძიმებიათ პოლიტიკური მოცემულობა, იმიტომ რომ დღეს აი ამ მავნებლებს რომ ეს ამ პროცესში არ მიიღოთ მონაწილეობა, დღეს თბილისის მერი არ იქნებოდა ქართული ოცნების კალათზე, ბათუმის მერი არ იქნებოდა ქართული ოცნება, რუსთავის მერი იქნებოდა ოპოზიციონერი, სავარაუდოდ ქუთაისიც იქნებოდა ოპოზიციონერი, საკრებულოებში იქნებოდა უმრავლესობაში ოპოზიციური დეპუტატები დიდ ქალაქებში, აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური მოცემულობა იქნებოდა და
აი რომ წამოგეყვანა რაღაცა ზეწოლა იქნებოდა ქვეყნის შიგნიდან. დღეს ეს ყველაფერი არ არსებობს. ერთადერთი ხა დარჩენილი არის ეს გარე რაღაცა კრიზისები, როდესაც წაიტეხავს რაღაცა ქართული ოცნება, ელოდებიან რაღაცა მოხდეს, ვიღაცამ სანქცია დაადოს, ეს არ არის ისეთი პროცესი, რომელიც სწრაფად მოხდება, პირდაპირ გეტყვით. ეხლა საერთაშორისო გამოცდილებას ნახეთ, რომ ამას ისედაც დიდხანს გრძელდება ეს პროცესი, ამიტომ თანხმოება პარტნიორებთან. მოლოდინები არ არის ისეთი, აი ეხლა კიდე რაღაცას ახალ მოლოდინებს ქმნიან, რომ უცებ არაფერი არ დაჩქარდება, იქნება ეს დინამიკა, მეცაც გეტყვით. არათუ სხვას თავის პროცესს ვერ შეუშლიან ეს ადამიანები, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოში ვერაფერს ხელს შეუშლიან. ანუ ამათ ისე გააფუჭეს ანუ პარტიების აკრძალვის თემაც გონია რომ ჰაერში გამოეკიდება და არ მივა კი ახლა ამ ეტაპამდე გამოკიდებულია ეს კობახიძის ფრაზამ შეიძლება ახალი სიცოცხლე მისცეს თქო თორე გაჩერებული დაპაუზებული ხონა თქვას იმ თავისი ელექტორატი ხო საკვები ყავთ რაღაცები ხო უნდა გადაუყაროთ ღარიბაშვილის პატიმრობით ვერ გამოყვებავს თავის ელექტორატს ანუ ვერ იხსნიან არ იხსნება ღარიბაშვილი ციხეში და რაღაცა სადისტები, რაღაცა ალტერნატივას რო აყალიბებენ. ზოგადად ვამბობ, პოლიტიკურად საუბრობ, ხო? ანუ არ იხსნება ვიღაცისთვის ეს გადაწყვეტილება, თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის, ამიტომ ეს პროცესები შიგნით დაწყებული არის. მაგრამ ამას დრო ჭირდება, რამდენად შევძლებთ ჩვენ შიგნიდან დავაჩქაროთ ეს პროცესი. მე ჯერჯერობით ამ დინამიკას ჩვენ ხო ვერ ხედავთ. თქვენ რჩებით მარტო თქვენი პარტიული ცხოვრებით. ამ ალიანსთან მე მგონი დიდათ ახლა იქედანაც არ გექნებოდათ შემოთავაზება ურთიერთობის, მაგრამ თქვენს რაღაც ამ ტიპის გაერთიანებებში თქვენს თავს ვერ ხედავთ. მე საერთოდ ვერ ხედავ ხო გეუბნებით, ანუ ისინი ამბობენ რომ პოზიციონირებენ როგორც ალტერნატივა. ამიტომ გეკითხებით სხვა პარტიებს, რომელსაც ასევე გააქვთ თქვენი ბმა. საქართველოს მოსახლეობის თვალში ნაცებად არჩებიან და თუ იმისთვის შეიკრიბენ ახლა გარეთ რო იარონ და თავის შეთავაზონ, ეგ მე არ ვიცი. ვერ გეტყვით, რამდენად გამოვვათ ეს ამბავი, რამდენად არის ეს ის თამასა, რომელთაც ანუ ისინი ასე გაიყიდებიან, თქვა. დასავლეთში სასიარულო უფრო არის, ხო, რაღაცა პოზიციონირება, რომ ეგ რაღაც შევიკრიბეთ. ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ გარე თვალისთვის კეთდება ამ ტიპის შიდა თვალისთვის ახლა მაგათ თავის სახელი ქვია დიდხანია და ანუ რა უნდა დაირქვან. ანუ თქვენთვის ნაცები ოცნებაც ასე ეძახის დღეს პაპუაშვილი კობახიძე ნაცები არიანო. ჩემთვის მე ანუ ვინ არიან? ანუ 1 ოქტომბერს ვინ იყვნენ? 16-ში ვინ იყვნენ? ანუ რატო არის? რატო თავის წარსული ცხენიათ ამ ადამიანებს? რა უნდა შეთავაზო შენ მომავალი ადამიანს, როდის საკუთარი წარსულის აღიარება არ გინდა? ანუ მე ვერ ხედავ ამ პარტიები სხვადასხვა ვთქვათ ადამიანები, რომელსაც პერსონალური ბმა არ ქონიათ ნაცებთან მაგალითად. ნუ თავისუფლების მოედანია იქ თავისუფლების მოედანს ვფიქრობთ რომ ამ ალიანსში ესე თავისუფლად დატოვებენ. არ ვიცი, ანუ პროცესი გვაჩვენეს, ეს მათი საქმე არის. ხა ბევრი მათგანი ხა მე მახსოვს, ბევრი მათი ლიდერი რაღაც ეგზიტ პოლებს აყალბებდა 2008-ში, 2009-ში ხალხიც მახსოვს. ხა შეიძლება პარტიული წევრები არ ყოფილიყონ, მაგრამ ასოცირებულები სულ იყვნენ სისტემასთან. ანუ თქვენ თუ მეუნებით როგორ იყიდებიან, ქვეყნის შიგნით სახელი ქვიათ ამ ხალხს. ქვეყნის გარეთ ნახოთ რა გააკეთებენ, მაგრამ ხო გეუბნებით დინამიკაში მე ვერ ვხედავ ამ პოტენციალს ეხა ამ თითქოს რაღაცა უცებ იმედები გაუჩინო ადამიანს და უცებ ძალა არ ექნება. სად არის აბა ძალა? ვინ ასხივებს ამ ძალას? ლევან, ვინ ასხივებს? თქვენ ასხივებთ ამ ძალას? სხვა პარტიები სადმე არის ძალის ცენტრი? ესენი ნაცები არიან თუ როგორც არ უწოდებთ, რაღაც ძალის ცენტრი მაინც შექმნეს, რაღაც ერთად ყოფნის. ამოცანა მე რა? ამოცანა რა არის? ანუ ერთად ყოფნა რას აპირებ? მოდი ესე ვთქვა. რევოლუცია თუ არჩევნებზე გადის? არჩევნები, რევოლუცია არჩევნებამდე დავინახე ხა ამ დოკუმენტში. პროტესტი, მაგრამ 2026 წელს შენ ვერ ილაპარაკებ, რა მოცემულობა იქნება 2028 გამორიცხავ რომ დანიშნოს მაგალითად აპრილში არჩევნები. კი. მე ვფიქრობ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ერთ თვეში არჩევნებს ფიზიკურად ვერ ჩატარებ. არა, აპრილში ჩანიშნოს საოქტომბროდ, ანუ აპრილში გამოაცხადოს. რაღაც გადმოვითვალე და არ მგონია, ანუ ეს ხო პირადი აღქმა არის, ხა
მე არ მგონია დღეს ქართულმა ოცნებამ ახლიდან შეიყვანოს პოლიტიკურ კრიზისში, იმიტომ პოლიტიკური კრიზისია, ნებისმიერი არჩევნები ეს არის კრიზისი. იმიტომ რომ სხვა ტემპერატურა არის, ბევრი ადამიანის ინტერესი ერთიანდება, რეალური ალიანსები მაშინ ყალიბდება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმას თავისი ტექნოლოგიები აქვს ხო არჩევნებს. დღეს არის 2 წელი არჩევნებამდე დარჩენილი. ხა დღეს რაღაცა თუ მართლა რევოლუციას არ აკეთებ, ძალის ცენტრების ფორმირება, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ფუჭი რესურსის ხალხ. დღეს არის მთავარი, კი, მნიშვნელოვანი არის საინფორმაციო ომი. მათ მოედანზე ბრძოლა, განსაკუთრებით მათ ტელეარხებში ბრძოლა და ეს ფანჯარა არსებობს და ეს უნდა გამოიყენონ. დებატებზე სხვათა შორის დღეს ვერ დავიჭირე მათში საერთო პოზიცია, როგორ ჩანს დებატებთან დაკავშირებით გადაიხედება, იმიტომ რომ მაგალითად თავისუფლების მოედანი იყო დებატებში. ანუ მაგას ვამბობ, იყო მერე ძალიან ხშირია ორმაგი სტანდარტი. ხან ერთს ამბობენ, ამბობენ რომ მოდი აი ესე წავალ, მერე გირაოს არ გადავიხდი, გირაოს იხდი. ჩამოუყალიბებელი არიან, ხაზებში ჩამოუყალიბებელი არიან. მე ვფიქრობ, რომ სხვა კრიზისებიც აქვს, განბადაობის კრიზისიც აქვს. ეხლა ვადარებ ხოლმე ხა ჩვენ ბრძოლას და ეხლა ისე დეკლარირებულთ, იმიტომ რომ ისინი აპირებენ ხო ეხაც დამხობებზე და ქუჩის იმაზე ისინი. არ არის ამ დოკუმენტში ლაპარაკი, მოდი ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაც ხელოვნურად შექმნილ თარიღებზე და ამ ტიპის პროცესებზე არის კრიტიკული დოკუმენტი, ეს ერთობის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავეს. მით უმეტეს, ამიტომ ხო მით უმეტეს საერთოდ ამოცანა არა აქვს ხო ამ ყველაფერს. კი ბატონო, ეს ჩემი საქმე არ არის. ეს არ არის ჩემი საქმე, მეცაც გეტყვით. ის რომ ქართულმა ოცნებამ ხმები დაიმატა არჩევნებზე, არა აქვს მნიშვნელობა რა მომენტში. სხვათა შორის ნაცების გაყოფამ, ნაციონალური მოძრაობის გაყოფამ ეს გამოიწვია. მათ ხმები დაკარგეს და ეს ხმები დაკარგული ხმები ძირითადად აითვისა განსაკუთრებით სამეგრელოში, აჭარაში, პირობითად ქვემო ქართლში ქართულმა ოცნებამ. ეს ხმები მათ წაიღეს. იმიტომ რომ მათთან გაუშვეს ის ხალხი, ვინც ადრეც ნაცები იყვნენ ქართულ ოცნებაში, ხო ძალიან ბევრი არის სპორტირებული ხა ამ პარტიიდან, ხა დაცამალი არ არის და ეს ხალხი მივიდა, ხა მე ხო გახსოვს რომ მე 2008-ში მოსულ ვარ, შენთან 2009-ში მოსულ ვარ და 2024-ში მოვედიო. თუ გაყოფამ ქართულ ოცნებას მეტი რესურსი მისცა, გაერთიანება ნაკლებ რესურსს. კი, მაგრამ ეს არის ელექტორალური გაერთიანება, ამიტომ ვამბობ, ეს ხო არ ჩანს დღეს და ხვალ რაში გარდაიქმნება, რაში კონვერტირდება. ამას დრო გვაჩვენებს ჩვენ ხო მე ხო არ ვსაუბრობ პოლიტიკურ ცხოვრების ადგილს ხედავთ ამ ქვეყანაში, ანუ პოლიტიკის ადგილს ხედავთ, რომ პროცესი წავა ისე, რომ თქვენი ყოფნა პოლიტიკაში, თქვენი პარტიის ყოფნა პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება 2028 წელს უბრალოდ შანსი არ აქვს. მე ესეთი აღქმა მაქვს ეს. ანუ ეს გარდაუვალი არის ეს პროცესი, ეს კრახი ყველგან, გარეთ, შიგნით, ყველგან ერთად აფეთქება. 28 იქნება მათი გადარჩევის რეალური. მე ესე მგონია, რომ 28 იქნება ამ ქვეყანაში ესეთი მოტრიალების წერტილი, რასაც ქვია, ამ ქვეყნის მოტრიალების წერტილი, მანამდე ამ ხალხმა, ვისაც აქვს უკვე ერთხელ გამოცდილება ამ სიბრიყვის და მავნებლობის, ახალი 4 ოქტომბერი არ მოიგონა. აი ეს პროცესი და ეს ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ მიცა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ეს იყო ქართული ოცნებისთვის ახალი სუნთქვის მიცემა და სახში დარჩენით მათ არაფერი საქმე გაუკეთეს კორუმპირებულ ქართულ ოცნებას. ეს უნდა აღიაროს ყველამ, გინდა არ გინდა ამას ისტორია ასე შეაფასებს, იმიტომ ამაზე დიდი მავნებლობა, რაც ამ ხალხმა ერთად გააკეთა. ამიტომ ამ ხალხმა ერთად შეაფასა, რომ ვინც არჩევნებზე გადიოდა, ეს იყო დიდი მავნებლობა. თავად პოლიტიკურმა მოთამაშეებმა. მაგრამ შედეგობრივად რა არის შედეგი? ახალი ხალხი ციხეში. ეს ადამიანები უბრალოდ მე ხა უსმენდი ამ ხალხს რომ რაღაცა უნდა არანაირი შანსი არ არსებობს სამწუხაროდ დღეს ქვეყნის შიგნით აიძულო რეჟიმი პოლიტპატიმრები ციხიდან გამოუშვას. უბრალოდ ვერანაირ შედეგს ამას ვერ ხედავ ამ რეალობას. სამწუხაროა. როგორც თქვენ ხედავთ, რომ წნეხში ამყოფოთ ოცნება, შიგნით, ყველა კრიტიკულ თემაზე, ყველა პრობლემაზე და ემზადონ ამ დროს პარტიები 28-ისთვის. ეს არის თქვენი ლოგიკა, ჩემი ლოგიკა და თქვათ, სწორება არის, რა თქმა უნდა, 28 წლის არჩევნები. ხა თუ ვინმე ამ ქვეყანაში შეძლებს ქართულ ოცნებას
არაქართული ოცნების დღისესრიგით არჩევნები დაანიშნოს, კი ბატონო. მაგრამ მე ამ ძალას აქ ამოცემულობაში ვერ ხედავ. ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე სწორი იქნება, რა თქმა უნდა, საინფორმაციო ომი, სერიოზული საინფორმაციო ომი, შეწუხება ყველა მხრიდან, მაგრამ ქართული ოცნება თავის თავს რასაც ვნებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, დიანად არ არსებობს მაგის რესურსი გარედან შიდა პოლიტიკაში რამე ეგეთი ზიანი მიაყენა. უბრალოდ ამ ზიანებს ჭირდება მოკრეფვა. და კარგად ერთ ყუთში ჩალაგება საბოლოო ჯამში, რომ მე ეფექტური იყოს ის კამპანიებიც და ისინიც დასაწყებას. ამიტომ თქვენი კითხვა, რომ ანუ რა ხდება ამოცემულობაში, თუ მე ვფიქრობ, რომ არჩევნები 28-ში არის, ეხლა მე ახლა დავხარჯო რაღაცა რესურსები ისეთი, რომელიც შეიძლება არ იმუშაოს, იმიტომ რომ ნებისმიერი ერთობის შენარჩუნება, რომელიც არის უკვე არაკეთილგანწყობილი ხალხით, ხო, ერთმანეთთან 2 წლით რთულია. ძალიან რთულია. კი ბატონო, ლევან, დიდი მადლობა. ეს არის ჩემი კი ბატონო, მადლობა.